მოგესალმებით vlogmas-ში. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ძლივს დადგა ისევ ის პერიოდი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, ანუ ახალი წელი. ჯერ არ დამდგარა პრინციპში, იმიტომ რომ ამ ვიდეოს ვიწერ ნოემბრის დასაწყისში, თუმცა თქვენ დეკემბერში ნახავთ. მაგრამ მოკლედ ძალიან excited ვარ ახალი წლის პერიოდთან დაკავშირებით. შერე სიტყვი. შენც კი ხარია ახალი წელი? მოკლედ, ვინც არ იცით, vlogmas-ი არის იგივე Christmas vlog-ი, რომელიც გრძელდება მთელი დეკემბრის განმავლობაში. წესით დარიგით ყოველდღიურად არის 1 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით. არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ, რომ ყოველდღე დავდო ვიდეოები, თუმცა შევეცდები, რომ ჩვეულებრივზე უფრო ხშირად შემოგთავაზოთ ხოლმე განსაკუთრებით სახალხო თემატიკის ვიდეოები. და დღეს დავიწყებთ, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარიც, რომელიც არის ნაძვისხე. დღეს მინდა რომ ავაწყო ნაძვისხე და რაღაც დეკორაციები გამოვიყო. ზოგადად ამერიკაში ყოველთვის ნოემბრის დასაწყისში ვდგავდი ხოლმე ნაძვისხეს, თუმცა საქართველოში რატომღაც არ არის მაინც და მაინც მიღებული, მოკლედ ესე ადრე სახალხო სამზადისის დაწყება. ამიტომ ცოტა დილემის წინაშე ვდგავარ და რაღაცა კომპრომისი მოვიფიქრე ის, რომ ნაძვისხეს დავდგავ, განათებას გავუკეთებ, მაგრამ მორთვით ჯერ არ მოვრთავ და ნელ-ნელა მოკლედ 3 თვის განმავლობაში რაღაცებს დავამატებ სახლში დეკორაციებს. ყველაზე რთული ნაწილი რა თქმა უნდა ნაძვისხის აწყობაა, იმიტომ რომ ამერიკაში რაც მქონდა ის ძალიან მარტივად იწყებოდა, უბრალოდ 3 ნაწილად იყო გაყოფილი და ერთმანეთზე დამაგრება ჭირდებოდა და ეს არის ეს ნაძვისხე, რომელიც თბილისში მაქვს, სასიცავად მოკლედ ყველა ტოტი სასიცავად უნდა ჩაარჭო და გაშალო და ცოტა დიდი დრო ჭირდება, ამიტომ მგონია რომ ჩემთვისაც კარგი იქნება თუ გავყოფ ნაწილ-ნაწილ დეკორაციის პროცესს. თან ჩართული მაქვს ჩემი სახალხო ვლოგები ამერიკიდან და ვიხსენებ როგორი იყო იქაური ცხოვრება ამ პერიოდში. ძალიან მიყვარს ზოგადად ახალი წელი და ნიუ-იორკი განსაკუთრებით ლამაზი არის ახალ წელს და ძალიან მერატრება, მაგრამ არა უშავს თბილისიც განსაკუთრებულია ხოლმე სახალხო პერიოდში, ძალიან ნოსტალგიურად მახსენდება მოკლედ ჩემი ბავშვობა და ახალი წელი. თან ვინც არ იცით 25 დეკემბერს მაქვს დაბადების დღე, შესაბამისად ორმაგად უფრო მეტად მიყვარს ეს პერიოდი სწორედ მაგის გამო. ჯერჯერობით დეკორაციები არაფერი არ მაქვს სახლში. ერთადერთი მაქვს სახალხო სანთლები, რომლებიც შემომრჩა იმ პერიოდიდან, როცა აქ ცხოვრობდი. ახლები არ შემიძენია, სამწუხაროდ საქართველოში Bath and Body Works არ გვაქვს და გამოწერაც ვერ მოვახერხე, მაგრამ განახებთ მოკლედ რა სანთლები მაქვს სახალხო თემატიკით. პირველი არის ეს Under the Christmas Tree ქვია და აქვს სუსტად ნაძვის სუნი, აი სუსტად როგორც წარმოგიდგენიათ რომ უნდა იყოს, აი ზუსტად ეგეთია. ნამდვილი ნაძვის სუნი აქვს და ძალიან სასიამოვნო არის. ასევე გვაქვს ეს The Perfect Christmas. ამას უფრო ტკბილი სურნელი აქვს. საინტერესოა რა არის ინგრედიენტები ვნახოთ. ხო, ამასაც აქვს ნაძვის სუნი და სინამონი, ანუ დარიჩინი აქვს დამატებული და toasted marshmallows. შედარებით უფრო ტკბილი სურნელი აქვს. ეს თითქმის გამითავდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ახალი წლის პერიოდში სანთლები, აი არ ვიცი გიჟდები, სახალხოდ და შემოდგომაზეც საკმაოდ აქტიურად ვიყენებ ხოლმე. ასევე გვაქვს ჩემი საყვარელი ჯერჯერობით რაც მაქვს peppermint sugar cookie, რომელიც აი მე რა კარგი ზოგადად peppermint არ მიყვარს არაფერში, რაც დესერტია და რაღაც როგორც ყავაში და დესერტებში და ასე შემდეგ, მაგრამ ამას აქვს საოცარი სურნელი, არის peppermint, ვანილი და sugar cookie, რომელიც არის შაქრის ორცხობილა და მართლა ზუსტად ეგეთი სუნი აქვს. ყველა სანთელი აბსოლუტურად არის Bath and Body Works-იდან, იმიტომ რომ როგორც დავაკვირდი, ყველაზე კარგი სურნელი და ყველაზე მძაფრი სურნელი აქვს სწორედ ამ ბრენდის სანთლებს და ასევე მაქვს ესეთი ცხელი შოკოლადის სურნელით და მართლა აი ზუსტად ისეთი სუნი აქვს, როგორც ცხელ შოკოლადს. Crushed candy cane. ამას აქვს მხოლოდ peppermint სურნელი, რაც არ არის ჩემი ფავორიტი, მაგრამ მაინც აქვს სახალხო სურნელი და ძალიან მომწონს აბაზანაში. დავანთოთ რომელიმე. ფიქრობ, რომ ალბათ ამას დავანთებ peppermint sugar cookies და დავიწყოთ გამოვაკება სახალხო დეკორაციების.
მიმით დამეხმარება მორალურად ნაძვისხის აწყობაში. გარდერობში მაქვს შენახული ყუთებში დეკორაციები და იმედია მარტო შევჭრებ გამოლაგებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ყუთებია. სადრადებს არ ვიცი და ამიტომ ყველა ყუთში გამოვალაგე. აქ დაწვისხე, შეერწმუნებული ვარ. დაწვისხეს თქვა აქ, ამიტომ გადავაადგილე ფეხა ცოტა რაღაცებს. ჩვენი დაწვისხე აკეთებს გერლანდებიც როგორც ვხედავ. და ასევე რაღაცა პატარ-პატარა დეკორაციები. მოკლედ ძლივს დავამაგრე ეს რაღაცა გირლანდა მაქსიმალურად როგორც შევწელი და ესე დავტოვებ ცოტა ხანი. თან არ მინდა რომ ძალიან გავშალო, რომ ტელევიზორს არ შეუშალოს ხელი. ეტაპზე გადავედი. ეს ნაძვისხე შევიძინეთ სეზონი G არის ესეთი მაღაზია ვაშლიწრის ასახველთან. ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს დათოვლილი ნაძვისხეები ზოგადად. თუმცა ძალიან ცვივა ეს რაღაცა ამბები რაც აგზეთ თოვლის იმიტაცია მოკეთ რაც არის ძალიან ცვივა. ხედავთ ალბათ მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-4 წელია თუ სწორად მახსოვს, რაც ეს ნაძვისხე გვაქვს და მოკეთ ყველა აწყობაზე. აი ესეთი მდგომარეობა არის ხოლმე სახლში, თუმცა იმდენად ლამაზია, რომ მიღირს და მომწონს. ალბათ დიდი სიამოვნებით დავდგავდი მეორე ნაძვისხესაც, რომ მქონდეს შესაძლებლობა. ეს დათოვლილი ძალიან ლამაზია, თუმცა ცოტა პრეტენზიულია იმ კუთხით, რომ ყველანაირი მორთულობა არ უხდება ჩემი აზრით. ამერიკაში მქონდა მთლიანად მწვანე ნაძვისხე და ძალიან ლამაზი იყო, თქვა წითელთან და ოქროსფერთან. ამ ნაძვისხეს მგონია, რომ წითელი არ უხდება, უფრო მეტად ცივი ფერები უხდება, მაგალითად თეთრი ულამაზესი არის, თეთრად მორთული ეს ნაძვისხე და წელს ვფიქრობ, რომ ან თეთრს გავაკეთებ მთლიანად, ან თეთრს და ოქროსფერს ნახოთ. ერთი წელი მქონდა მწვანეც დამეტებული, იმიტომ რომ ჩვენ სახლში არის მწვანე დეკორაციები. და ვნახოთ მოკეთ როგორ განწყობაზე ვიქნები იმის მიხედვით. გადავედით შემდეგ ეტაპზე. მოკლედ ახლა მივიდივართ City Mall-ში და დავათვალიეროთ სახელმწიფო დეკორაციები. ჯერ შეიძლება ყველგან არ იყოს, იმიტომ რომ ნოემბრის დასაწყისია, როგორც ვთქვი. მაგრამ მაინც ვიცი რომ იუსკში იყო. ჭავჭავაძის იუსკში ვიყავი და რაღაცები ვნახე და საშინელი ფასები იყო, მაგრამ never mind. ხალი მოვიშორე 2, ამიტომ სტიკერები. მაგიტო მაქვს დაკრული. და მოკეთ, წავიდეთ ახლა City Mall-ში, დავათვალიეროთ დეკორაციები. არაფერს ყიდვას არ ვაპირებ, იმიტომ რომ როგორც ნახეთ, გუშინ ძალიან ბევრი დეკორაციები მაქვს სახლშიც. ერთადერთი რაც მაკლია არის მაგიდის დეკორაციები. Dining table რაღაცები რა. მაგრამ ყიდვას არ ვაპირებ არაფერს.
უბრალოდ დავთვალე რა ნახეთრეებია შევედაროთ ამერიკაში რა ჰომში დავდიოდით ხოლმე და იქ რო ყიდ ჰომში არა ეთ ჰომში რა დავდიოდით ხოლმე და რო ყიდულობდით რაღაცებს იქ როგორი დეკორაციები იყო, როგორი ფასები იყო, რა ხელა არჩევანი იყო და ასე შემდეგ და ვფიქრობ რომ ხვალ ალბათ დავამატებ უკვე სათამაშოებს დათვის ხეზე ხედავ ხეებს ჰომში ეს ვიშლისტია ჰომში ნახოთ ხდება ძალიან მინდა რომ ეს გავაკეთო Christmas Village მინდა რომ გავაკეთო ესეთები რო არის რა ესე რაღაცა ჩვენ კონსოლზე ან სადმე და ეს მე მგონი ჩვენების ახალგაზრდობაში იყო ხოლმე ესეთ ნაცისხეები მიყიდეთ love you forever ეტერია ესეთი კოკონ დასადგამი სასაყვარლია და რაღაც ანუ ესეთი არ მინახავს აი რო ტრიალებს საკეთებ მინახავს და და რაღაც ნახე როგორი ნაცისხეა ფუმფუა ისკალია გუშინ სიამოვნებად ხანი ვაწყობდი ნაცისხეს რომ დაშავა ისევ ამაზე ხონდა ჩაწყობილი ხო გადასკოჩილი ხანდა ყველაფერი რო არ დაკარგულიყო და ყველა ის ნაწილი ცალ-ცალკე და რაღაც მაგის გადასაფარება ჟანერი მინდა უფრო სწორად რაღაცა მომეზი გვაქვს სახელმწიფოთა ვიცი? კოფეს ეგეთი გვაქვს ოღონდ უკან არის და შენ ვერ ხედავ თუ არ დაგიწახა დამოწევწი ჯინჯერბრედები ძალიან ისეს აუ ესაც ძალიან სეცხოვი ფორმები ფოქუჩი ბოქსები უნდა გავაკეთო ოღონდ MM-დემცებით ოღონდ არ ვიცი იყიდება თუ არა წითელი და მწვანე MM-დემცები არის სახელმწიფო რა და ზოგადად ბოქსების სუნი ძალიან ახალ წელთან ასოცირდება და კიდე gingerbread cookies-ები პროსტა gingerbread cookies-ები როგორ უნდა გავაკეთო არ ვიცი რა იქ ამერიკაში გავაკეთე ოღონდ იმითი cookies-ები რო იყიდებოდა რა პრემიქსი იცი ის რო არის იქ ხედა წვიმასავით როა თინსელ ქვია და ჩვენ ბავშვობაში იყენებდა ხოლმე და ეხლა ძალიან მოდაში შემოვიდა შენ ესეთი რაღაცები გასავა მაგრამ და რო ანათებს აი ძველი ესენი რა იყო ძალიან ლამაზად ანათებს ესენი არის უფრო ლურჯად ანათებს და ისინი რაღაც სხვანაირი იყო მე სოფელში იქნება ჩემ მოწევით იქნება ნეტა მართლა უჩვენებდება ასა თუ ეგმა ესე ფუჭდებოდა ძალიან და შემდეგი შევიდეთ იუსკში კიდე რა მაღაზიები არის ეგეთი ის არის English home-ი არის მაგრამ მან სახელმწიფოებრივი არ არის და ეს რაღაცა მატალანი აი ამას აქვს ძალიან ეგეთი ვაიბი ძველი ის ამდენი უნდა იყო რა ანუ ეს ეხა ეს კაი ერთი ცალი უნდა დაკიდო სიტყვაზე რა მაგრამ ძალიან ძველი მართლა სანქტებიც აღარ გვაქვს გალაწები ამაზია ესენც Christmas Eve box რა არის აჩვარ არ ვიცი იქითაც გავიდეთ ისე მე ძალიან მომწონს ხოლმე მეტალონის რაღაცაები სახელმწიფო ის რაღაც სანქტებია როგორც უნდა ანუ ზუსტად ჩვენ ჩუსტაპის გრინჩია თან
საახალწლო პიჯამოებია. ძალიან შოკი მაქვს, ძალიან ძველი ყოველთვის. დადგა დეკორაციების დროც. ეხლა გადავწყვიტე რომ მოვრთო. ოქროს სტამპიები მინდა რომ დავამატო წელს. არასდროს არ მქონია ამ ნაცვის ხეზე, მაგრამ ისეც არ მომწონს და ნახოთ როგორი გამოვა. გიგმოვდი რომ რამდენიმე დღე მაინც მოვიცდიდი სანამ მოვთავდი ნათვის ხეს, მაგრამ ვერ ვითმე ხო და ხა გადავწყვიტე რომ დავიწყო მორთვა. შეიძლება რამდენიმე დღეში აღარ მომეწონოს, მე რაღაცები გადავაადგილოთ, შევცვალოთ, მაგრამ დავიწყოთ მოკლედ. ეხლა ვფიქრობ რომ ჯერ გავაკეთებ ძიუებს და შემდეგ გავაკეთებ სათამაშოებს, ორნამენტებს და ვნახოთ როგორი გამოვა. ოქროსფერი და თეთრი გადაწყდა. შარშან ჩავხედე როგორი იყო და შარშან მქონდა თეთრი, ოქროსფერი და მწვანე და რაღაცა წელს მწვანე აღარ მინდა. მე მგონი სადა მირჩევნია რომ იყოს და ძალიან ლომესია, ძალიან მომწონს, განსაკუთრებით მომწონს ღამე, როცა ყველანაირი შუქი ჩამქრალია და მარტონად ვისხიანათებს, რაც განსაკუთრებულად კარგ განწყობას მიქმნის. ვუწყვეტა რომ გაგიზიაროთ საახალწლო ფილმები, რომლებიც ძალიან მიყვარს. ჯერ ნოემბერია და მოკეთესებ ვიწყებ რაღაცა უფრო ნაკლებად ძალიან საახალწლო ფილმებს არ ვყურებ, ჯერ მაგალითად Grinch და Home Alone და ეგეთ ფილმებს ცოტა უფრო ნაკლებად საახალწლოებს ვყურებ, მაგრამ მაინც რომ მიგრძნობა განწყობა. პირველი არის Holiday-ი, რომელიც შედარებით ახალი ფილმია და ბოლო პერიოდში კარგი კინოები ძალიან ცოტა გამოდის, მით უმეტეს საახალწლო, ძირითადად ძალიან ბანალური შინაარსი აქვს ხოლმე, აი Hallmark-ის ფილმები თუ გინახავთ, რაღაც ეგეთ სტილში გამოდის ხოლმე და იშვიათად მომწონს ისე ძალიან ფილმი, რომ მეორეჯერაც ვუყურო. Holiday-ი არის ერთ-ერთი იმ ფილმებისგან, რომლებიც მომწონს და მეორეჯერ ვუყურე უკვე და ძალიან სახალისოა. თან ამასთან მხოლოდ საახალწლო პერიოდში არ ხდება მოქმედება და შესაბამისად ისეთი საოცარი საახალწლო ფილმიც არ არის, რომ მაინც და მაინც დეკემბერში და 31 დეკემბერს უნდა ჩართო, მაგრამ მაინც ძალიან სახალისოა და განწყობაც მეტნაკლებად შემიქმნა. და მოკლედ გადავიდეთ ახლა უკვე დეკორაციებზე. We wish you a Merry Christmas. We wish you a Merry Christmas. We wish you a Merry Christmas and a Happy New Year. We wish you a Merry Christmas. We wish you a Merry Christmas. We wish you a Merry Christmas. მაგრამ ეს ძიუები დავამაგრე ხა მაქსიმალურად როგორც შევცვალე, უბრალოდ ვერ ვწვდები კარგად და ზედა მხარეს ცოტა არაულად არის, მაგრამ არა უშავს, ძალიან მომწონს უკვე. ხა სათამაშოებს რომ დავამატებ, საოცრება იქნება წესით. Wish you a Merry Christmas and a Happy New Year. We wish you a Merry Christmas. We wish you a Merry Christmas. We wish you a Merry Christmas and a Happy New Year. Good tidings we bring to you and your kin. Good tidings for Christmas and a Happy New Year. ჯერ თეთრ სათამაშოებს მოვჩები და მერე გადავალ უკვე ოქროსფერს. Oh, bring us a figgy pudding. Oh, bring us a figgy
ანუ რალამეზია ხალხო შოქში ვარ წვერზე ცოტა განათება აკლია მაგრამ ნიკა გაასწორებს ვერ ვწვდები კარგად მაგრამ ულამაზესია შოკოლადათებს ღამე ძალიან მიყვარს ახალი წელი ცოტა გიჟი ვარ მე მგონი ძალიან მიყვარს ანუ რო ვუყურებ აი მაბედნიერებს მართლა და არ ვიცი რატო უნდა მოვიცადო დეკემბრამდე მე ვერ ვხვდები იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ასევე ამ ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება თუ ესეა და ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. დროებით.